მოგესალმებით. დღეს შაბათია, ჩვენი გადაცემის ფაქტი მოვლენა კომენტარი ანალიტიკური საუბრები დემურ გიორხელიძესთან ერთად. მე ბოდიში მოგიხადეთ 1 საათით გადაცემის გადაწევისათვის, მაგრამ ეს აუცილებელი იყო, იმიტომ რომ გარკვეული წინასწარი შედეგები უნდა ყოფილიყო, რომ მე საგნობრივად შემეძლებოდა ამ საშინაო პროცესზე მესაუბრა. ფაქტიურად რა მოხდა? მოდით საშინაოთი დავიწყეთ. ყველაზე ცუდი რა მოხდა, ანუ რასაც ველოდი პირადად მე, რაზეც ღიად ვლაპარაკობდი, რომ შანსის გარეშე იყო ოპოზიცია და ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რომ ისევ ცოტათი უკეთესად ფეხზე დაეყენებინა ქართული ოცნება. პოლიტიკური ორგანიზაცია, უпростоრად ბელადის მატარებელს მოყოლილი ხალხი, რომელსაც პოლიტიკის არაფერი არ გააჩნია. 13 წელიწადია ფულის კეთების, მეც არაფერს აკეთებს. 2024 წლის არჩევნების შემდეგ იყო სრული ფრუსტრაციის და პოლიტიკური არალეგიტიმურობის ფარგლებში. და ასეთი პარტია ხელისუფლებაში მყოფი ატარებს რისკავს წესით გარისკვა იყო უზარმაზარი, მაგრამ შესანიშნავად იციან, როგორი ოპოზიცია აყავთ აწყობილი, რა ჯდება ამნაირი ოპოზიციის შენახვა და მათ შემოაგდეს ეს ადგილობრივი არჩევნები, რომელიც ოცნებას თუ პოლიტიკური მოთამაშეების სწორად განსაზღვრავდნენ სიტუაციას, აბსოლუტურად ლეგიტიმურობის ფარგლებში დატოვებდა, მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას ერთი პოლიტიკური ძალა, მიიღებდა გარკვეულ ხმას, რაც ყველასთვის გასაგები იქნებოდა, მაგრამ რა ქნეს? ძალიან ღრმად ვიყავი პოლიტიკაში, ეხლაც პოლიტიკაში ვარ, არცად არ წავსულვარ. მე ვერაფრით ვერ წონი, ვერ ვიაზრებ. თავი რატომ უნდა იმაცხარო კაცმა, რომელსაც პოლიტიკაში გააქვს იმის ამბიცია, რომ იყო სოლიდური, ხო უნდა იყო, ხო უნდა შეგეძლოს რეალობების აღქმა, ხო უნდა შეგეძლოს სიტუაციის გაანალიზება, მიიღეს მონაწილეობა და არის სრული კრახი. თბილისის მერმა იმაზე მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე წინასწარი მონაცემებით ასეა, ვიდრე თავად ოცნებამ. ანუ იმ პარტიულმა სიამ თავისთავად ეს არჩევანი არის კლინიკის მაჩვენებელი. როცა თბილისს, საქართველოს დედაქალაქს შეუძლია აირჩიოს ასეთი აბსოლუტურად არაპროფესიონალი კაცი, რომლის საქმე პოლიტიკა არ არის, კაცი, რომლის შესახება თბილისში ყველაფერი ცნობილია, თუ სეთურის ბრბო არ არის, წარმომადგენელი არ არის სეთურის ბრბოს, იღებს 71%-ზე მეც. აი ეს იყო მოსალოდნელი, რაც შეეხება იმ ქუჩის აქციებს, ერთადერთი ყველაზე ძალიან მკაცრად მოსაკითხი არის, რომ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება პოლიციელი, რომელსაც არაფერი დაუშავებია, გარდა იმისა, რომ საკუთარ მოვალეობას ასრულებს, იმიტომ რომ არ შეიძლება არსებობდეს სადმე სახელმწიფო, რომელსაც პოლიცია არ ეყოლება და პოლიციისადმი ხალხის დამოკიდებულება ყოველ შემთხვევაში ნახევარი თითქმის მოსახლეობის დამოკიდებულება იქნება ისეთი ვერაგი, ისეთი გამყიდველური და ნაძირლული, როგორცაც ჩვენ წლებია ხედავთ საქართველოს ხელისუფლებების გამოისობით, განსაკუთრებით ბოლო ხელისუფლების. მათ არ ენაღლებათ არც პოლიციის ავტორიტეტი, არც უშიშროების სამსახურების ავტორიტეტი, არც იმ ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სპეცსამსახურის თანამშრომელის პირადი მდგომარეობა, ის რომ ის ოჯახის წევრია, რომ მას შეიძლება ცოლ-შვილი ყავს და ასე შემდეგ და მის დადგმულ
კიდე გეუბნები დადგმულ სპექტაკლებში ვიღაცებს წირავს, ვიღაცებს ასახიჩრებს. საზიზღარი საქმეა, ამიტომ ეს არჩევნები არის ერთი მთავარი რამის მაჩვენებელი. ქართველი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილი არის ღრმა კრიზისში, ფსიქიკურად არ არის გაწონასწორებული და პასუხისგებლობა საკუთარი ოჯახისა და შვილების მიმართ არ გააჩნია და ეს დასაფიქრებელია. ჩვენ ამაზე დიდი ხანია ვფიქრობთ, რაღაც მოვიფიქრეთ, ქართველთა დიდი გაერთიანების სახით და სხვა ალტერნატივა არ არსებობს. პარტიული გზებით ამ ჩაოხრებულ სისტემაში ოპერირება ნიშნავს, რომ იყო სისტემის ნაწილი, იყო უშანსო და ერთადერთი რაც შეგიძლია გააკეთო, ფული გამოიმუშაო. ამ ბინძური საქმის პოლიტიკაში, თორე ფულის გამომუშავება წესიერი საქმიანობით შესანიშნავი საქმეა, აუცილებელი საქმეა, მაგრამ შენი ქვეყნის გაყიდვით, შენი თავის ამასხარავების გზით გააკეთო ფული მაგარი უღირსობაა და უღირსობას მხარს უჭერდეს ხალხი, გასაოცარია. ამ ოპოზიციის მიმართ ხალხის დაეჭვება უნდა გამოჩენილიყო 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ოპოზიციამ გიგანტურ წარმატებას მიაღწია, თითქმის 40%-ზე მეტი ხმები აიღო. თუ შენ პროფესიონალი პოლიტიკოსი ხარ ჯამში, ყველანი ვინც ოპოზიციაში ყავი, 40%-ით შეხვიდე პარლამენტში და მუსუსურ ხელისუფლებას პრესინგში მოაქციო და დაამხო თავზე იმ პარლამენტის ტრიბუნიდან, იმ კანონიერი გზით, თუ შენ იცი, ამ უბედურებმა ხელისუფლება რაში აკრიტიკონ, ისიც არ იციან, იმიტომ თვითონ პროფანები არიან. და ამის ნაცვლად 700,000 კაცზე მეტი ხმა მიიღეს, მიაფურთხეს ამ ხალხს, ვიღაცის დავალებით გამოვიდნენ და ის პეტარდებიანი ცირკი მოაწყვეს რუსთაველზე ორჯერ, თითქოს ამით შეიძლებოდა ხელისუფლების დამხობა. მაგარი გამოსცირებული უნდა იყო ადამიანი, რომ ეს დაიჯერო და მე გუშინაც ვთქვი, შანსი არ არსებობს რაიმე და ყოველთვის ამას ვამბობდი, იმიტომ რომ ეს სისტემაა წყობილი კორუფციაზე, პოლიტიკურ კორუფციაზე, პირდაპირ ფულზე და ამ სისტემის შიგნიდან ბრძოლა არის გაუწიო დიდი სამსახური. მადლობა უნდა გადაუხადოს ოცნებამ ამ არაფრის მაქნისებს, რომლებაც ისინი ისევ ფეხზე წამოაყენეს ხასუსვამ არალეგიტიმური. ეს თვითონ გონიათ ლეგიტიმურები რო იყვნენ, თორე თელმა მსოფლიო მიწის რომ არალეგიტიმურები იყვნენ. მარტოზიან, ვერაფერ სერიოზულს ვერ იღებენ, ამიტომაც მოექცნენ იზოლაციაში და ამ არჩევნებით ლეგიტიმაცია დიდი არა, მაგრამ მაინც შესძინეს, ყოველ შემთხვევაში ყველას დაანახეს, რომ მათი ალტერნატივა ამ თავის მიერ შექმნილ ოპოზიციურ ჯგუფში მათ არ ყავთ. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოს ამ ოპოზიციას ან ამ ხელისუფლებას უყურებს და ამათი იმედი აქვს რომელიმესი. ქართველ ხალხს თუ საკუთარი ქვეყანა უნდათ, უფრო ყურადღებით უნდა იყვნენ, უფრო კრიტიკული უნდა იყვნენ და უფრო სწორად იფიქრონ, იმიტომ ვარ ჩვენ და იმიტოა ჩემი გადაცემა დღეს, იმიტომ რომ ამას აქვს თავისი დიდი მიზანი. აი, ნაყოფი ხასუსვამ ყოველთვის ვამბობ, პოლიტიკაში ყოველთვის საშინელებაა შეცდომის დაშვება. როცა პერმანენტულ შეცდომებს უშვებს პოლიტიკაში ხალხი, ეს მხოლოდ სისტემის სადავეების მქონე, ასევე მათნაირ პოლიტიკურ ჯგუფს აძლევს დივიდენდებს და არა სხვას. ჩვენ ეს ვნახეთ. საშინლად ცუდი შედეგია, იმიტომ რომ ეს შედეგი
რომ კრიზისიდან გამოსავალი იყოს და ამის თავი ოცნების ლიდერებს ჰქონდეთ, მათ შორის არაფორმალურ მმართველს, მაშინ ჩვენ იმის გამო, რომ კრიზისი დაძლეული იქნა და რაღაც ეტაპზე აუცილებელი გახდა ასეთი მდგომარეობის შენარჩუნება, მაშინ ჩვენ მომავალის გათვლით უკეთეს შედეგებზე გავიდოდით, მაგრამ ვერც არაფორმალური ლიდერი, ვერც მით უმეტეს ეს საშინელი ლიდერები ქართული ოცნებისა ვერაფერს ვერ დაძლებენ, კრიზისი რჩება, ხელისუფლებაში რჩება ოცნება. აი, რა გვაქვს ჩვენ ამ შემთხვევაში. მე მაკვირვებს ეგრეთ წოდებული ქოცების საზიზღრობაა, ხო, ეს სიტყვა. ქოცების საქციელი. ერთი თითქოს და ახალგაზრდა ქალბატონია, რომელიც ორჯერ პრემიერ-მინისტრად ნამყოფს და ძალიან ცუდად წასულ კაცს, რომელზეც საუბარია, რომ მობრუნდება პოლიტიკაში. აბა დიდი ხსნაელი საქართველოს თუ რა ქვია ეს კახეთიდან რომ იყო პრემიერ-მინისტრი. ხარიბაშვილი მობრუნდება, ხო? 20 გული აქვს ჩამწკრივებული და შეხარის ერთი და ორი. კიდე გეუბნებით, ან გადაგვარებულები ხართ, ან მაგარი თახსირები ხართ, იმიტომ რომ ამას საღი ადამიანი არასდროს არ გააკეთებს. შემდეგი დავასრულოთ საშინაო მიმოხილვა, ეს იყო მთავარი მოვლენა და მთავარი დასკვნა. კრიზისი რჩება, ოცნებას და არაფორმალურ მმართველს აწყობს ეს კრიზისი, იმიტომ რომ თუ ეს კრიზისი შენარჩუნებული იქნა, ისინი კიდე კარგახან შეინარჩუნებენ ხელისუფლებას, იმიტომ რომ მათთვის ის ქუჩის გამოსვლები და ეს რაღაცა ღობეების მონგრევა და რაღაცეების ჩამსხვრევა ნულოვან ხაზს უსვამ. თავს რომ მოიტყუებ, ყველაფერი საშინელება მინახავს პოლიტიკაში, როცა ქვეყანა ძალიან უჭირდა და ყველაფერზე იყო საუბარი, რა შეიძლება ყოფილიყო. დღევანდელი ქუჩის აქციები, ამ მოტყუებული ხალხის აქციები, რომლის უკან ვინც დგას ვითომ პოლიტიკოსები, შესანიშნავად იციან, რომ ამ ხალხს ატყუებენ. მე გავიმეორებ, რაც გუშინ თქვი, მე არ მაინტერესებს ტვინ გაწყალებული უფროსი და საშუალო თაობა რას ფიქრობს. აბსოლუტურად არ მაინტერესებს. თავი გაწყალებული რო არ კონდეს, იქ არ იქნებოდა. მე მაწუხებს ახალგაზრდები, რომლებიც უსაშველოდ მოტყუებულია. იმდენად უჭყუები არიან ახალგაზრდების ეს ნაწილი, იმასაც ვერ გძნობენ, როგორ დასცინიან მათ პოლიტიკოსები. ფაქტობრივად არ მოგერიდებით ამ ჯგუფს ახალგაზრდებისა, როგორც პრეზერვატივს ისე გიყენებენ. ახალგაზრდა კაც, ნუ თუ იმდენი ღირსება არ აქვს, რომ იმ სისულელე ლოზუნგებს არ ისმენდეთ და ასე ამასხაროებდეთ საკუთარ თავს. რისთვის შედეგი ნული გექნებათ. თქვენი ჩამოგდებული ხელისუფლება არ გაიშვა უკანაკარში. კიდე იმერულად გეუბნებით. რატო აკეთებთ ამას? მართლა არაფერი არ იცით, განათლების არაფერი გცხიათ, ინტელექტის არაფერი გცხიათ, აღზრდის არაფერი გცხიათ, ქართული კულტურის არაფერი გცხიათ, დედის, მამის, ბებიის, ბაბუის მადლები არ გცხიათ, იმიტომ რომ ეს მადლი რომ თქვენში იყოს, იქ რა გინდათ მითხარ. შედეგს რაზელით შინ ევროპაში მიდიხარ და არაფორმალური მმართველი თქვენს ბედნიერ მომავალს, ესე იგი უკეტავს გზას, არა? მაგარი კრეტინი უნდა იყო, ასე რომ ფიქრობდე, თუ ძალიან შეწუხდებით და გაბრაზდებით ჩემ სიტყვაზე, 1000-ჯერ გითხარით და რომელიმე დარბაზში იქნება, ქუჩაში იქნებით, მარტო მოვალ და დაგელაპარაკებით. მე თქვენ ხედავთ, როგორც ამ ქვეყნის მომავალს და თქვენ ანადგურებთ საკუთარ თავს. გადავიდეთ საერთაშორისო მიმახილვაზე, რომელიც უშუალოდ ეხება საქართველოს და ეხლა მე უკვე გაცილებით სხვაგვარად შემიძლია გითხრათ ის, რაც ხდება
და რა ილუზია არ უნდა გქონდეს ჩვენ. სიტუაცია შედის ხანგრძლივი ძალიან მძიმე დაპირისპირებაში, სადაც გამორიცხული არ არის სერიოზული რეგიონალური ომი, დიდი ომი. ორი მიმართულებით. პირველ რიგში რუსეთი, ევროპა, ნატო და აქეთ ახლო აღმოსავლეთი. შეერთებული შტატები, მისი შეკრება, მისი ბოლო გადაწყვეტილება, რომ დაავალა ცენტრალურ სადაზვერვო და სპეცსამსახურებს, რომ ყველანაირი ინფორმაცია სადაზვერვო მიაწოდონ რუსეთს, რომ უკრაინელებმა შეძლონ რუსეთის სიღრმეში დარტყმების განხორციელება. ტომაჰავკებს ალბათ არ მიაწოდებენ, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ ამის გაკეთება იქნებოდა აღიარება იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უშუალოდ ებმება ომში, ისე უკრაინელებს ტომაჰავკების გასაშვები არაფერი აქვს და არც იციან როგორ უნდა გააკეთონ. ამიტომ შეკავებული იქნება თავი, მაგრამ ყველა მხრივ რუსეთის წინააღმდეგ ნატო და ევროკავშირი იქნება მაქსიმალურად მობილიზებული და ყველა გადახდას ტრამპმა პირდაპირ განაცხადა, მას დაუშვებლად მიაჩნია შეერთებული შტატების მოქალაქეთა საგადასახადო, ანუ ვალდებულებებით გადახდილი თანხა უკრაინას მოხმარდეს. მთლიანად უკრაინა თავისი მომსახურებით თავის თავზე უნდა იყოს ევროკავშირმა და ნატო. რისი თავი აქვს ამას ჩვენ მალე ვნახავთ, იმიტომ რომ ევროკავშირი ეს უბადრუკი წარმონაქმნი, არაფრის მაქნისი წარმონაქმნი, ერთადერთისთვის ვარგია, რომ პროვოკაციის გზით რუსეთს ომი გაუჩაღოს და ამ ომში აუცილებლად იქნება განადგურებული. ესე იგი, დააკვირდით ვალდაის ფორუმზე რუსეთის პრეზიდენტის სიტყვას. აქ იმაზე მეტი ითქვა, რომელიც ადრე რუსები და მისი ოფიციალური პირები ამბობდნენ, ფაქტობრივად მთელი მსოფლიო განიხილავს ამ გამოსვლას, იმიტომ ყველაფერი მითითებული იქნა. რუსეთის პრეზიდენტმა გაახმაურა ის, რაც ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებისთვის აბსოლუტურად მოულოდნელობა იყო და ამერიკელმა სპეციალისტებმა დაწერეს ეს, რუსებმა განაცხადეს, რომ მათ მზადყოფნაში აქვს 6000 ბირთვული ქობინი. რაკეტა, რა მნიშვნელობა. მეორე. რუსებმა განაცხადეს ის, რომელიც მათ სხვანაირ პლატფორმას აძლევს. მათ თქვეს, რომ მათ ისინი ორჯერ ეცადნენ ნატოში შესვლას და საუკეთესო ურთიერთობების დამყარებას, მაგრამ იგნორირებული იყვნენ. მე ვფიქრობ, რომ აქ რუსეთის პრეზიდენტმა არ შეიძლება არ იცოდეს ეს 1954 წელს, მე მგონი არ მეშლება წელი, საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა მიმართა ნატოს და შეერთებულ შტატებს, რომ ისინი შევიდოდნენ ნატოში. მზად იყვნენ შესულიყვნენ ნატოში. გასაგებია, რომ ეს არ მოხდა. და როდესაც პერესტროიკის პერიოდში ისეთი თახსირი ნაძირალა, როგორიც გარბაჩოვი იყო და მისი ამფსონები, შევარდნაძე და იაკოვლევი, რომლებიც შესანიშნავად ასრულებდნენ დავალებას, სისტემა დასანგრევი იყო, სისტემა უნდა დანგრეულიყო, ის არასიცოცხლის უნარიანი იყო, რატომ იყო არასიცოცხლის უნარიანი, მე ოთხშაბათს იმ ლექციაზე, რომელიც ძალიან სერიოზულ მაკროეკონომიკურ თეორიას ეხება, თეორიულად ავხსნი ამას, მათემატიკურად დავამტკიცებ, რატო იყო შეუძლებელი სისტემის არსებობა, აქ არანაირი იდეოლოგიური შეხედულებები არ არის, სულ სხვა რამეშია საქმე, პროფესიონალური ხედვა როგორია, მოგახსენებთ ამას და რუსები ამბობენ, რა კი თქვენ უარს გვეუბნებით,
მშვიდობიან თანამშრომლობაზე და ერთად ყოფნაზე, ანუ რუსები იგნორირებული არიან, დიახ. რუსებს დასავლეთის მენტალობა, პოლიტიკური ისტაბლიშმენტის შეხედულება არ აღიქვამს როგორც თანასწორს. ეს ისტორიულად დიდი ხნის მოდის, სწორი ეს არ არის სწორი, ახლა ამისი გარჩევა ჩვენ არაფერს არ გვაძლევს. მათ უნდათ რესურსები. რუსეთს ისინი უყურებენ მართლაც როგორც მეორეხარისხოვან ქვეყანას და როგორც მხოლოდ რესურსების წყაროს. რა კი ეს უკვე რუსების გონებამდე დავიდა, 300 წლოვანი ყმობიდან მგონი გამოდიან, თუმცა ჯერ მთლად კარგად ვერ გეტყვით, გამოდიან თუ არა, 30 წელს ვაკლებ, იმიტომ რომ იმ ქართველების ჯგუფის წყალობით მაშინდელი რუსეთი, საბჭოთა კავშირი ნამდვილად არავის მსახური არ იყო, თუმცა შემდეგ სულ სხვა სიტუაცია შეიქმნა. აქაც არ ვარჩევ, კარგი რა არის, ცუდი რა არის. ესე იგი, რა კი უარია თანამშრომლობაზე და აღიარებაზე რუსებმა გადაწყვიტეს და აშკარად ჩანს იმ ფრთის უპირატესობა რუსეთში დღეს, რომელიც მოსურნია რომ დაპირისპირება მანამ გაგრძელდეს, სანამ დასავლეთი არ აღიარებს რუსეთს როგორც სრულ თასოვან წევრს საერთაშორისო პოლიტიკისა და არ ცემს პატივს მის ინტერესებს. ხას უსვამ, რუსების ბრძოლა არანაირად არ არის დაკავშირებული ტერიტორიებთან. არაფერში არ ჭირდებათ მან ტერიტორიები, თავისი აქვს ჯერ მოუვლელი. ხას უსვამ, ძალიან ცდებიან საქართველოში ისინი, რომლებიც ცდილობენ, რომ რაიმე ტერიტორიული ომია უკრაინაში. არა, გამორიცხული. ომი არის იმისთვის, რასაც აღიარება რუსეთისა, მისი ინტერესებისა. ამ კონფლიქტის ჩაცხრომა შეიძლება შეერთებული შტატების ერთი განცხადებით და არანაირი საომარი მოქმედებები არ იქნება, მაგრამ ეს არ შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ესე იგი, რა კი დღეს, დღევანდელი სიტუაციიდან გეუბნებით, ასე არ იყო ერთი თვის წინ, რა კი რუსებმა გადაწყვიტეს, რომ ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი დაპირისპირება, სანამ არ მოხდება დასავლეთის მხრიდან აღიარება, საქართველოში არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს იმედი, რომ რაღაცა გადაივლის და მალე მოხდება მდგომარეობის სტაბილიზაცია. ჩემი თავარი მინიშნება ამასთან დაკავშირებით არის ის, რომ საქართველოს მოუწევს დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნა არა 1 და 2 და 5 წელი. იმიტომ რომ ეს დაპირისპირება მალე არ დასრულდება. როგორ დასრულდება, ამას ვერავინ ვერ გეტყვით თქვენ, რა ფორმებს მიიღებს ეს ნამდვილად ვერავინ ვერ გეტყვით, ამიტომ ჩემთვის მთავარი სხვა რამეა. ჩემთვის მთავარია საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია იყოს სტაბილური, პოლიტიკა გადავიდეს რეალურ პოლიტიკურ ცხოვრებაში, როდესაც ჩვენ მოქალაქეები, რომლებიც ვართ ამ ქვეყნის მესვეურები და გვინდა ჩვენი ქვეყანა, ხედავდეთ, რომ რაღაც უთანხმოებებია, პარტიის ლიდერები ჯდებიან მაგიდასთან, არის საჯარო დებატები, არ არის საჯარო დებატები, მნიშვნელობა არ არის. მე არ მჭირდება ვიცოდე ზუსტად რას ეუბნება ერთი პოლიტიკური ლიდერი, მეორე პოლიტიკური ლიდერი და ეს იყოს დახურული შეხვედრები, მაგრამ გამოცხადებული იყოს, რომ ეს ლიდერი ხდება ამ ლიდერს და ასე შემდეგ. მე მაშინ მეცოდინება დაახლოებით ვიცი რა ხდება ასეთ სიტუაციებში, რაზე შეიძლება იყოს მსჯელობა შექმნილ სიტუაციაში და სულად არ მაინტერესებს დეტალები. პოლიტიკა განადგურებულია. არაფორმალურმა მმართველმა შეძლო ის, რაც წესით ვერაფრით ვერ უნდა გაეკეთებია. მან ქართული პოლიტიკა გათელა უბრალოდ ფეხებით, გასრიცა ფეხებით, ყველა მასში მყოფი ადამიანს გადაუარა თავზე და ეს არ არის
არაფორმალური მმართველის ბრალი, ეს ამ კრისების ბრალია, რომლებიც კრისულ საქმიანობას ეწევიან და ქვეყანა ჩიხში შეყავთ. ამიტომ სტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით საჭიროა, იმიტომ რომ სტაბილიზაცია ქვეყნის გარეთ არ მოხდება დიდხანს, არის უსაშველოდ დაძაბული მდგომარეობა და ფაქტობრივად სერიოზული ომისთვის მზადება. მე დღეს გამომიგზავნეს უკრაინული ცნობილი ტელევიზიის გადაცემა, რამაც შოკში ჩამაგდო, გითხრათ სიმართლე, ახალგაზრდა დიქტორი ფეხზე იდგა, რაღაც რუკების ელექტრონული რუკები იყო გაშლილი და ის ამბობდა, რომ უკრაინა ემზადება უდიდესი კონტრშეტევისთვის და რამდენიმე თვის შემდეგ ის დაიბრუნებს ყირიმს და ასე შემდეგ, რომ რუსული ჯარები მოექცა ალყაში და ისინი ნადგურდებიან, იქ დაბომბეს უკრაინელებმა მართლაც დიდი ნავთობგადამამუშავებელი, იმიტომ არის რუსეთში უკვე გარკვეულად შეიჩნევა დეფიციტი საწვავისა და ამ საწვავის თქვათ კრიზისი რო არ გაღმავდეს ჩინეთიდან და ბელორუსიიდან შემოაქვთ დიდი რაოდენობით. რა თქმა უნდა ეს პრობლემებია. რა თქმა უნდა ყველა შეტევა უკრაინისა რუსეთზე იმ უპილოტოების სახით ცხადია ზიანის მომტანია, მაგრამ ეს ის არ არის, რომელიც რაიმეს გადაწყვეტს. ხას უსვამ, ეს რიტორიკა მიუთითებს ერთ რამეზე. უკრაინელები იბრძოლებენ ბოლომდე, სანამ განადგურებული არ იქნებიან. მათი მოგების შანსი არის ნული. ნატო რომ შევიდეს უკრაინაში და ევროკავშირმა ჯარი შეიყვანოს უკრაინაში, სამივე განადგურებული იქნება, იმიტომ რომ შეერთებული შტატების გარეშე მათი მომავალი აბსოლუტურად ნულოვანია. შეერთებული შტატები კი იმდენად სერიოზულ მდგომარეობაშია, რომ ამ ომში არ ჩაებნება. ესე იგი, ჩემი ამ საუბრიდან მთავარი დასკვნა დაძაბულობა გრძელვადიანია, ეს ტრენდი გამოჩენილია, ეს მალე არ დამთავრდება, ამიტომ ქართველების ეს აბსოლუტურად ტრაგიკომიკური მდგომარეობა სახიფათს უქმნის მას, იმიტომ რომ პრემიერ-მინისტრი იმდენად პოლიტიკურად გონება სუსტია, რომ 30 წლისთვის იმედია ევროკავშირში შევალო, ამას აცხადებს ღიად. ევროკავშირს რაც შეეხება, ყველაზე დიდი დარტყმის წინაშე ამ დაპირისპირებაში დგებიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, ფინეთი პირველ რიგში, შვეიცარია, რომელსაც არაფერი არ ემუქრებოდა, იმიტომ რომ რუსები არ დაუშვებენ, რომ აქედან რაიმე საფრთხე წარმოექმნათ მათ. ეს არის უსერიოზულესი, ყველაზე სუსტი ადგილი ნატოში, რა თქმა უნდა, სუვალის გადასასვლელთან ერთად, რომელიც არის ლიტვა-პოლონეთის დამაკავშირებელი ვიწრო ზოლი, ბელორუსიიდან ის მომენტალურად იხურება და მაშინ მთელი უზარმაზარი რეგიონი იზოლირებული გამოდის ევროპისგან. ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში ნატოში გაწევრიანება, ფინეთის მიერ ნატოში გაწევრიანება მათ უსაფრთხოებას კი არ ზრდის, არამედ ასუსტებს უსაშველოდ. და ისინი პირველი სამიზნეები იქნებიან. შემდეგი თავარი, რომელიც აქედან გამომდინარეობს. უკრაინის ოპერაცია გაგრძელდება მანამ, სანამ თვითონ რუსები არ ჩათვლიან, რომ მიაღწიეს თავისას და შეიძლება ეხლა გაჩერდეს. კიდე გეუბნებით, მე ძალიან კარგად ვიცნობ ქართულ განწყობებს და განსაკუთრებით იმ გონება გამორეცხილი ხალხის შეხედულებებს. ვერავით არის შეერთებული შტატები ამ პროცესს ვერ შეაჩერებს.
თუ მოხდება დაჯახება, ჩვენ ყველანი დავემშვიდობებით არსებობას და არც თქვენ გექნებათ საშუალება ჩემი მოსმენისა და არც მე მექნება საშუალება, რომ აქ დავჯდე და თქვენ მოგაცმენინოთ რაიმე. ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ეს უკიდურესი სცენარი არ იქნება, დანარჩენი ყველაფერი იქნება. ამ სიტუაციაში ქართველების ჩათრევა, აზერბაიჯანელები თითქმის მზად არიან ომისათვის, იმიტომ რომ მათ რაღაც მოერღვათ გონებაში და ისეთი თავი აიტკივეს, მაქედან როგორ გამოძრებიან, კარგად არ მესმის. ამიტომ ეს ყველაფერი გაგრძელდება. შეერთებულმა შტატებმა დროებით დაამუხრუჭა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ერთადერთი პრობლემის გამო. თქვენ იცით, რომ მოხდა შატდაუნი. ანუ 1 ოქტომბრიდან, როცა კონგრესმა არ დაამტკიცა დაფინანსება, ახალი ფინანსური წელი იწყებოდა და სენატში 60 ხმა უბრალო უმრავლესობა არ ყოფნის, 60 ხმა უნდა ყოფილიყო, რომ დაფინანსებები დამტკიცებულიყო. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ნაწილობრივ შეწყვიტა გარდა სასიცოცხლო მთავარი სამსახურებისა ყველაფერი გაჩერებულია 750,000 საჯარო მოხელე, ანუ სახელმწიფო ორგანოებში მომუშავე 750,000 კაცი, ეს არის დაახლოებით შეერთებული შტატების სახელმწიფო სექტორში დასაქმებულების 40% უვოდო უხელფასო შვებულებაშია გაშვებული. ეს პირველი შემთხვევა არ არის, დაახლოებით 8 წელი იყო თუ 7 წლის 2018 წელი იყო, როცა ეს გაგრძელდა თითქმის იანვრის ბოლომდე. 1 ოქტომბრიდან იანვრის ბოლომდე. მაშინ მოინახა კომპრომისი, ახლა არ ვიცი როგორ გაგრძელდება, იმიტომ რომ დემოკრატები ითხოვენ $1 ტრილიონი გაზრდას ჯანდაცვაზე დაფინანსებისა. ამაზე რესპუბლიკელები არ მიდიან, იმიტომ კი არა რომ არ უნდათ, ვერ წავლენ ამაზე, იმიტომ რომ ამ ხელა თავისუფალი ფული არ არის. სხვა ყველაფერი ჩაეკეტათ. გასაგებია იმუშავებს საბაჟო სამსახური, საზღვარი, პოლიცია და ასე შემდეგ, მაგრამ სხვა სახელმწიფო სამსახურებმა შეწყვიტეს საქმიანობა. არის თუ არა ეს განსაკუთრებული მდგომარეობა? ცხადია, განსაკუთრებული მდგომარეობა. ამიტომ სანამ შატდაუნი დაძლეული არ იქნება, უკრაინა ვერაფერს მიიღებს. იმისთვის რომ კომპენსაცია გაეკეთებინათ, ტრამპმა გასცა დავალება სპეცსამსახურებზე და კოსმოსური დაზვერვის ყველა ინფორმაცია აბსოლუტურად შეუფერხებლად უნდა მიეწოდოს უკრაინელებს, რომ მათ განახორციელონ დაბომბვები. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ დაბომბვებმა? ცხადია, რუსების მხრიდან ცოტა მეტი მსხვერპლი. ზიანი? თავისთავად ცხადია, მაგრამ ხასუსო. ტომაჰავკებიც კი რომ მიეწოდებინათ, ხომ იყო საუბარი ტაურუსები მიაწოდეს, რა გამოვიდა, რატო არაფერი არ ისმის? იმიტომ რომ იმ საჰაერო თავდაცვის სისტემები ადაპტირებული იქნა მომენტალურად და ტაურუსებისგან არაფერი არ დარჩა. პეტრიოტებისგან აღარაფერი არ დარჩა. ასევე არაფერი დარჩება ტომაჰავკებიდან, თუ გნებავთ 2500 კილომეტრი სიშორის რაკეტები მიაწოდო. მსხვერპლი იქნება, ზიანი იქნება, მაგრამ ეს არის გზა, რომელიც კიდევ უფრო სიღრმეში შეიყვანს რუსებს და შესაბამისად გაიზრდება რისკი ნატოსა და ევროკავშირთან დაპირისპირებისა. დღეს, რასაც მე ვაკვირდები და სერიოზულად ვაკვირდები, რუსები აბსოლუტურად მზად არიან ნატოსთან და ევროკავშირთან დაპირისპირება და წინასწარ იციან, რას გააკეთებენ.
შემთხვევით ეს მე პირველად გავიგონე ოფიციალური ინფორმაცია, რომ 6000 ბირთვული ქობინი არსებობს გამზადებული. ნამდვილად 1500 თუ 1600-ზე იყო საუბარი. თავისთავად ეს არის სხვა პოტენციალის მაჩვენებელი და თავისთავად ის რაც ხდება სამხედრო საქმის განვითარების კვალობაზე შანსს არ ტოვებს დღევანდელ ევროპაზე საუბარი არ არის. დღეს მე წავიკითხე ძალიან სერიოზულ ევროპულ გამოცემაში სტატია, სადაც ყველა ევროპული იარაღის მწარმოებელი სპეციალისტები კიევშია ჩასული, უკრაინაშია ბრძოლის ველზე არიან, აკვირდებიან ყველაფერს. პირველი რაც დაისვა ევროპელების წინაშე ამოცანა არის, რომ მათ უნდა ისწავლონ იაფი უპილოტო, ეგრეთ წოდებული დრონების წარმოება და უნდა ისწავლონ უკრაინელებისგან თუ როგორ აწარმოონ ომი ამ უპილოტოების საშუალებით. ამერიკელების შემდეგი პრობლემა რა კი მე ვთქვი, რომ უკრაინასთან გარკვეულად შეჩერებულია მიწოდება, მაგრამ სხვა მიზეზი აქვს ამას. ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის პოტენციალის 80% განლაგებული არის ისრაელში. ეს უპრეცედენტო შემთხვევა არის, ყველაფერი გადასროლილია. შემთხვევით არ არის საუბარი, რომ ირანზე მოხდება სერიოზული დარტყმა ისრაელისა, ეს ისეთი ცეცხლის დანთება იქნება, თავისთავად არანაირი შანსი ისრაელს ირანის წინააღმდეგ არ გააჩნია. იმ 12 დღიან ომში, რომ არ გაჩერებულიყო ამერიკელების მოთხოვნით ეს ომი, ისრაელისგან არაფერი არ დარჩებოდა. ეხლა ხაზს უსვამ, ამერიკის შეერთებული შტატები უმსხვილესი იარაღის მწარმოებელია და ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო პოტენციალი გააჩნია. მისი თავდაცვის სისტემის 80% არის ისრაელში გადასროლი. რატო? ამერიკელებმა და ებრაელებმა კარგად ნახეს რა რაკეტები გააჩნია ირანს, რომლის შეჩერების არანაირი საშუალება მათ არ გააჩნდა. შეერთებული შტატების დახმარება ეხლა არის, მაშინაც იყო დახმარება, ფაქტურად ამერიკელებიც იბრძოდნენ ებრაელებთან ერთად, მაგრამ ეხლა ყველაფერი წარმოიდგინეთ თქვენ ერთი ფინჩხა, იმერულად გეტყვით, ისრაელში ამხელა თავდაცვის სისტემები იყოს განლაგებული, მე მგონი კვადრატული კილომეტრი არაა დარჩენილი, რომ სისტემა არ იყოს განლაგებული. რა მოყვება ამას, რატომ გააკეთა? ეხლა მე იოლად თქვი 80%-ო, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, რამხელა კოლოსალური ხარჯებია უკვე გაღებული შეერთებული შტატების მიერ, რომ ეს გადასროლა განეხორციელები. ესე იგი, ჩვენ მეორე საფრთხე გველის საქართველოს, რომელიც მას უშუალოდ შეეხება. ეს არის მოსალოდნელი დიდი დაპირისპირება ახლო აღმოსავლეთში ირანის მიმართულებით. მე სიამოვნებით ვისაუბრებდი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ნებისმიერ საღ ადამიანებთან, საბედნიეროდ არიან საქართველოში, ამ სცენარების განხილვაზე თუ რა არის შესაძლებელი, თუ როგორი შეიძლება იყოს საქმე, რა შეიცით, საქართველოს აქვს მოქმედებების რამდენიმე ტრაექტორია. ყველა ტრაექტორიას აქვს თავისი პლუსები და უარყოფითი ნიშნები. პოლიტიკური არჩევანი ვინც აკეთებს, მან უნდა იცოდეს ყველა ამ შესაძლო ტრაექტორის დადებითი და უარყოფითი მხარეები და არა მიიღოს ის ვირეშმაკული გადაწყვეტილებები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება კაიხანია უკვე იღებს. რა გავაკეთოთ? გაკეთების ერთადერთი გზა არის ზეწოლა ხელისუფლებაზე. ჩემი გადაცემები ჩათვალეთ, რომ ზეწოლა ხელისუფლებაზე. მე მათგან არაფერი არ მინდა, მე მინდა მოусმინონ
ისმენენ, ნაღდათ ისმენენ, წყალი არ გაუვა, ისიც ვიცი, როგორ რეაგირებენ, იმიტომ რომ კარგი ადამიანები ყველგან არიან და მათ უბრალოდ ალბათ ჩათვალეს, რომ ჩემი ინფორმირებაც არ იქნებოდა ორიგო, ამიტომ მე ამის მერე კიდევ უფრო გამიათმაგდა პასუხისგებლობა, იმიტომ რომ მე ყოველთვის ლაპარაკობდი ხელისუფლებისთვის და ახალგაზრდებისთვის, ამას ორი სხვადასხვა პლასტი აქვს, მე არაფერი პიროვნულად არ მალაპარაკებს გარდა ჩემი ქვეყნის ინტერესებისა, მე ვისურვებდი, რომ ხელისუფლება დროზე გამოვიდეს ამ მარაზმიდან, რასაც დღეს რაც ხდება ის ქვია, ასეთი რამეები ხელისუფლების გარეშე არ ხდება, თუ იმ ერთი დღეს რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია პოლიციელი, ხას უსვამ, ის არის ჩვენი მოქალაქე. რა გარეწარი უნდა იყოს ვიღაც საქართველოს მოქალაქე, რომელიც პროტესტზე გადის და თავის მოქალაქეს, რომელსაც ვალდებულება აკისრია, ის ხო მისით არ გამოსულა იქ, მიიყვანოს უმძიმედ მდგომარეობაში, თუ ეს არ იქნება დასჯილი და თუ ყველა ვინც კანონს გადადის ოცნება იქნება, არა ოცნება დასჯილი არ იქნება, არა ისეთი შერჩევითი სამართალი დაიჭირეს თავდაცვის მინისტრი. თქვენ რო კაი ხალხი ვიყოთ, თავდაცვის მინისტრმა 200,000-იანი თუ 120,000-იანი დღეობა რომ გადაუხადა დაბადების დღე, თავისთავად იმ დარბაზიდან აიყვანდით, მაგრამ თქვენც მასეთივე გაფუჭებულები ხართ. მაგრამ კიდე გეუბნებით, ყველა მიმართულებით საქართველოსთვის საშიში მდგომარეობა, რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირება არ დაგავიწყდეთ, რუსეთი ჩtildeო მეზობელია, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, კარგია თუ ცუდია, აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, მე მესმის იდიოტური ნაწერები, რომ ირანი ყველაზე ირანი არანაირ საფრთხეს მსოფლიოსთვის არ წარმოადგენს. ირანს აქვს თავისი ინტერესები, მას უნდა იყოს რეგიონალური სახელმწიფო, აკონტროლებს ორმუზის ყურეს, მას უნდა თავისი წილი ნავთობი ისე გაიტანოს, რომ სანქციებში არ იყოს, ამიტომ ირანი ისეთივე პროპაგანდით შექმნილი საფრთხეა, როგორც რუსები. რა გნებავთ? ჩვენც ავყვეთ პროპაგანდას, ჩვენ აყოლილი ვართ, კიდე გეუბნებით. ისაც, რასაც მე დღეს ვხედავ, ამას ქვია მედიცინის ენაზე ბიპოლარული აშლილობა. მე ყველაზე მეტად მაშინებს ის, რომ საქართველოს მოსახლეობის საკმაო ნაწილი, არა უმრავლესობა, ბიპოლარული აშლილობის მდგომარეობაშია და ფსიქიკურად ნორმალურს არ წარმოადგენს. იმიტომ რომ საკმაოდ პოლიტიკაში გამოცდილი ხალხი რაღაც იდეოლოგიის გამო საშინელ ლოზუნგებს ისვრიან, რომ არიქა ჩაგვაბარეთ გასაღები და ახლა ჩამოდი და მე დავჯდები და კიდე გეუბნებით. ოპოზიციის ტრაგედია რაშია, იცით? მომღერალი ყოფილი პაატა ბურჯულაძე, დიდი ბოდიში. საერთოდ ვის დაკარგვია პოლიტიკაში, კაცი გაგებაში არ არის. კაცი გაგებაში არ არის და სიცულელის დონემდეა დასული. ეხლა მე რო ბურჯულაძის გვერდით დავდგე და სიმღერა ვიმღერო, ხომ და მითხრა შენ ვიღაცა შეუპატრონო, ვის დაკარგვი ხარ? მე ვეუბნები ეხლა ბურჯულაძეს, საერთოდ ვის დაკარგვი ხარ? რა გინდათ? ოპოზიციის წევრობა არის ეს საქციელი, თქვენ ოცნების დაქირავებული ვიღაც მასხარა ხართ, იმიტომ რომ რასაც აკეთებ, მხოლოდ ოცნებისთვის არის სასარგებლო. მეტი თუ არ გესმით თქვენ, რა გინდა? წადი კაცო, არა ხარ მშიერი, მწორვალი, იყავი ღირსეულად, უზარმაზარი პატივი ქონდა საქართველოში, ქართველები
ნამდვილად ცემენ შენნაირ მომღერალს თავის დროზე პატივს რას დაამსგავსე შენი თავი რისი მოწოდებები გაქვს რა გესაქმება საერთოდ პოლიტიკაში ისევე როგორც რა ესაქმება კახა კალაძეს პოლიტიკაში წადი ფული გაქვს უამრავი იშოვე ხო წადი ეხა შენი საქმე მაინც გააკეთე პატივი დაიდე რომ ადამიანებმა სანამ ბოლო მოგადგებიან ცუდად მოგადგებიან ხო რა გინდა რაც ერჩით ამ ქვეყანას ვერ გაიგე აი ესეთი მძიმე აზრები გააჩინა დღევანდელმა დღემ რომელმაც უბრალოდ დაადასტურა ის რაზეც მე წინა დღეებში საუბრობდი ეჭვი არ შემპარვია და არც შეიძლება მე ძალიან ღრმად ვიცი შიგა მდგომარეობები და ზუსტად ვიცი რა იყო მოსალოდნელი მე ყველა იმ ეგრეთ წოდებულ პარტიას ვეკითხები არა ლეგიტიმურ ოცნებას რატომ გაუმაგრეთ ლეგიტიმაცია მეორე ნახეთ შედეგები ისეთ სუფთა ოცნების არხზე როგორიც არის ეს სასაცილო რა ქვია იმედი ხო იმედი ვისი რეკლამა გადიოდა სულ ოცნების და გირჩის ოცნების და ცხები თითოეულჯერ თუ გაუშვეს და მეტი არაფერი რამდენი ხმა მოაგროვა გირჩმა 36,000 ხმა ხო რა თქმა უნდა თბილისის პირობებში სულაც არ არის ცუდი მაჩვენებელი ამნაირი პარტიისთვის ეს ნიშნავს რომ სწორად თქვი ქართველი და თბილისში მცხოვრები ქართველების საკმაო ნაწილს ბიპოლარული აშლილობა ჭირს ანუ მაგრად ვერ არიან თავიანთ მოტორზე და ეს თუ არ გაირხვა საქართველოს დაუჯდება ძვირად ბიპოლარული აშლილობა მკურნალობადია ანუ შეიძლება უმკურნალო მაგრამ თუ ამას არ ჩათვლის შენ რომ ეს ავადმყოფობაა და საკმაოდ ბევრი ადამიანი ავადმყოფია ფსიქიკურად ავადმყოფია ჩვენ ტრაგედიას მივიღებთ ქართველთა დიდი გაერთიანება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის რომ ტრაგედიამდე არ მივიდეს საქმე ხას უსვამთ ჩვენ თქვენგან არაფერს არ ვითხოვთ თქვენ იყავით და მეც და ყველანი ჩვენ ორგანიზატორები ვიქნებით ამ ქვეყნის გვერდით ამ ქვეყანას სხვა პატრონი გარდა საღი ქართველებისა არ აყავს წაიკითხეთ ყურადღებით დღევანდელი შედეგები თუ ერთი გონიერი კაცი შემეხმიანება მოვა ტელეფონი ჩემი ცნობილია 5995697 ერთი გონიერ კაცს მანახებ და არა ისეთ ადამიანებს გულებს რო ხატავს კორუმპირებულ უსაშველო ხალხზე რომ დღევანდელი შედეგები ქართული სახელმწიფოს ქართული კულტურის საქართველოს მომავლისკენ გადადგმული ერთი პატარა ნაბიჯია მოგისმენთ თუ დამისაბუთებთ ამას ვაღიარებ მაგრამ მე გეუბნებით თუ ამის დასაბუთებას დაიწყებთ თქვენ ვერ ახართ კარგად და თუ ვერ გძნობთ იმას რომ ვერ ახართ კარგად მაშინ მით უმეტეს სწორია ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხაც უსვამ შედეგები არის კატასტროფული საერთო სიტუაცია არის კატასტროფული ამ გზით სიარული მაშინ როცა სახელმწიფოს წინაშე მისგან დამოუკიდებლად უდიდესი საფრთხეებია ყველა მიმართულებით არის უპასუხისგებლო და დანაშაული მოდი ერთმანეთს მოусმინოთ გავიაზროთ კრიტიკული ვიყოთ ერთმანეთისადმი თუ რაიმე კითხვებია და თუ რაიმე უკეთესად შეგვიძლია გავაკეთოთ იქნებ მიკარნახოთ მე გავითვალისწინებ
მე ჩემი ნათქვამით გაითვალისწინეთ კრიტიკა მე არ გაურბივარ და ღიად ვარ ოღონდ ადამიანურ ღირსებას რო შეესაბამება ისე ვისაუბროთ ყველაფერზე არა ვარ ის ადამიანი რომელიც შეცდომას არ აღიარებს და არ იტყვის რომ აი აქ მე არასწორი ვარო ამიტომ ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ საქმეში ეხლა დაგემშვიდობებით რომ არ დაგღალოთ და 4 შაბათს 8 საათზე ანუ 20 საათზე გელოდებით მეორე ლექციაზე უკვე გავასწორეთ ტექნიკური მხარეები შესანიშნავ დაფას გამოვიტან სამშაბათს ცარცი მექნება აპარატი კარგი იქნება ძალიან კარგი ადამიანი რომელსაც ჯერ არ უნდა ამაზე რო ვისაუბრო აფინანსებს ამ კამერისა და დაფის ღირებულებას და მე მას მადლობას ვუხდი ჯერ ანონიმურად იმედია დავითანხმებ და შემდეგ უკვე უფრო ღიად ვიტყვი მის შესახებ დიდი მადლობა გელოდებით 4 შაბათს ჩვენ უსაშველოდ და უაღრესად საინტერესო თემას გავაგრძელებთ და მივალთ რამდენიმე აპარატის და მოდელის სრულად გააზრების შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ შემდეგ რამეს რატომ მაგრამ ეს არ არის იდეოლოგია ჩვენ მეცნიერებას მოვკიდეთ ხელი რატომ არ იმუშავა საბჭოთა ეკონომიკამ და რა იყო მთავარი მიზეზი მეორე ეს აპარატი რომელიც ჩვენ დავამუშავებთ ამ ორ ლექციაზე უკვე მეორე ლექციაზე მე საშუალებას მომცემ განვიხილო 5 მაგალითი პირველი რა არის კოლონიალური ეკონომიკა და მე ეს გამოვიყვანო არა ბლა 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 სიტყვებით არამედ ძალიან მკაცრი თეორიის საფუძველზე რა არის ინდუსტრიამდელი ანუ სანამ სამრეწველო რევოლუცია მოხდებოდა ბრიტანეთში მე-18 საუკუნეში ინდუსტრიამდელი რა არის ინდუსტრიული ეკონომიკა ძალიან სერიოზული აპარატის გამოყენებით რა არის პოსტინდუსტრიული ეკონომიკა და რა არის ნეოკოლონიალური ეკონომიკა ნეოკოლონიალური ეკონომიკა რომელიც ამ უსაშველოდ ძლიერი აპარატის გამოყენების შემდეგ ჩვენ ვაჩვენებთ რომ ის რაც მოხდა პოსტსაბჭოთა სივრცეში მათ შორის საქართველოში ამას მეცნიერულ ენაზე შედეგების მიხედვით ქვია ნეოკოლონიალური ეკონომიკა რომელიც ჩვენ მოგვასაღეს როგორც საბაზრო ეკონომიკა როგორც ვაშინგტონის კონსენსუსის დიადი იდეების გატარება გამოზარდეს უტვინო ლიბერალურ ტყლაპოში ამოგანგლური ვითომ ეკონომისტები და ამ თემებზე ვისაუბრებთ ჩვენ. ეხლა გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ჩვენს ამ წმინდა საქმეში. კარგად ვტანდებოდეთ.